შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკვებისა და თავშესაფრის საჭიროების დაკმაყოფილების შემდეგ ადამიანები იდენტობის გრძნობისკენ ისწრაფვიან. ის, რასაც ადამიანები პირველ რიგში აკეთებენ და რისი თავიდან არიდებაც შეუძლებელია, შემდეგია. იდენტობის ძიებაში თავის რაიმესთან იდენტიფიცირებას ცდილობენ. შეიძლება ადამიანს ჰყავდეს მანქანა და თავისი იდენტობის ნაწილი მანქანის ყოლიდან მომდინარეობდეს. თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ მუშაობს, რომ შედარებითია. ego, ანუ საკუთარ გონებაში საკუთარი თავის აღქმა შედარებითია. ასე მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ სხვებს არ ჰყავთ მანქანა. წარმოიდგინე, რომ ყავს Rolls-Royce. ყოველ ჯერზე, როცა ამ მანქანას დაინახავ, მასში ჩაჯდები, ან სხვა ადამიანები დაგინახავენ, თვით იდენტობის გრძნობა გიმძაფრდება. ახლა კი წარმოიდგინე, რომ უცბად ისეთ რეალობაში იღვიძებ, სადაც ყველა ადამიანს 20 წლის ასაკში ზუსტად ერთნაირ Rolls-Royce-ს გადასცემენ. ამ შემთხვევაში მანქანა ვეღარ გაამყარებს შენს იდენტობას, რადგან მის შესადარებლად აღარაფერი გაქვს.